Ძვირფასო მუსლიმებო, ამაღამ დალოცვილი მიერაჯის ღამეა და ყველას გილოცავთ მიერაჯის ღამეს. არ დავივიწყოთ, რომ მიერაჯის ღამე 5 დროის ნამაზის ღამეა. ამიტომ მე მინდა მოკლედ გესაუბროთ ნამაზის შესახებ. 5 დროის ნამაზი მიერაჯის ღამეს იქნა დავალებული და ჰაზრეთ მუჰამმედმა ასე ბრძანა: „ას-სალატუ მიერაჯულ მუ'მინინ“. ნამაზი მორწმუნენის მიერაჯია. როგორც ჰაზრეთ მუჰამმედი მიერაჯზე ავიდა ცად ამაალდა, მლოცველი მუსლიმანის ლოცვისას უდიდეს ალლაჰის წინაშე სულიერად ისევე ამაალდება. ნამაზი ისლამის 5 პირობიდან ერთ-ერთია და 64-ს ჯენნეთის გასაღებია ძმებო. უდიდესმა ალლაჰმა ასე ბრძანა: „ინნანა ალლაჰუ ლა ილაჰა ილლა ანა ფა'ბუდნი və əqimus salata li zikri“. ჭეშმარიტად მე ვარ ალლაჰი. ჩემს გარდა ღმერთი არ არსებობს. მას მეთაყვანე და ილოცე ჩემთვის, რათა გახსოვდე მე. უდიდეს ალლაჰის სხვა აიეთში ასე ბრძანა: ჭეშმარიტად ნეტარ არიან ის მორწმუნენი, რომელნიც ლოცვისას გულწრფელნი არიან. ძვირფასო ძმებო, არ დავივიწყოთ, რომ ლოცვისას უდიდეს ალლაჰის წინაშე ვდგავართ და ვესაუბრებით მას. ამიტომ ლოცვისას სხვა ფერზე არ უნდა ვიფიქროთ გარდა ალლაჰისა. ნამაზი ადამიანს უამრავ სარგებელს მოუტანს. უზენაესმა ალლაჰმა ასე ბრძანა: „აყიმუს სალაჰ, ინნა სალათა თანჰა ანილ ფახშაი ვალ მუნკარ“. ილოცე ნამაზი ჭეშმარიტად. ნამაზი გიცავს ყოველნაირი ბოროტებისა და უკეთურებისაგან. აქედან გამომდინარე ძმებო, მლოცველი მუსლიმანი ტყუილ ვერ იტყვის, ვინმეს ვერ მოატყუებს და ვერ უღალატებს, ვინმეს ზარალს ვერ მიაყენებს, ვინმეს ვერ აწყენინებს. მოკლედ, ნამაზი მუსლიმანს ზნეობასა და ცხოვრებას გაულამაზებს. ნამაზი სულიერი და მატერიალური სისუფთავეა. ჰაზრეთ მუჰამმედმა ბრძანა: مثل الصلوات الخمس كمثل نهر جار عمر على باب أحدكم يغتسل منه كل يوم 5 مرات. დღეში 5 დროის ნამაზის მლოცველი ამის მსგავსია. მაგალითად, ერთი თქვენგანის ეზოში მდინარე რომ მოედინებოდეს და მასში დღეში 5 ჯერ ბანაობდეს, რაიმე ჭუჭყის კვალი დასჭება მას? რა თქმა უნდა, არა. ამის მსგავსად 5 დროის ნამაზის მლოცველის შეუგნებლად ჩადენილი ცოდვებისგან გაიწმინდება. ჰაზრეთ მუჰამმედ მეტ სხვა ჰადისში ასე ბრძანა: „ინნა ავალ მა იუჰასაბუ ბიჰილ აბდ იავმალ ყიამათი მინ ამალიჰი სალატუ“. განკითხვის დღეს ანგარესწორება ნამაზით იწყება. ვისაც ნამაზი სრულყოფილად შესრულებული ექნება, მას დანარჩენი ანგარესწორებები გაუადვილდება. ძვირფასო მუსლიმებო, ნამაზი ჩინი და სინათლე, ასე ბრძანა ჰაზრეთ მუჰამმედმა: ნამაზი ჩემი თვალის ჩინიაო. გულწრფელად ნალოცი ნამაზი მეპატრონე სიცოცხლეში გულსა და ოჯახს. სიკვდილის შემდეგ კი საფლავსა და საიქიოს გაუნათებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ 5 დროის ნამაზი ვილოცოთ ბატონებო და ჩვენს შვილებსაც ვალოცოთ. ხშირად ჩვენი შვილები მეჩეთში წავიყვანოთ და ჯემაატთან ერთად ლოცვა შევაყვაროთ, ეზანი, მეჩეთი შევაყვაროთ იმათ. ბატონებო, არ დავივიწყოთ, რომ ახალგაზრდობაში ნალოცი ნამაზი ძალიან მნიშვნელოვანი და მადლიანია. ჰაზრეთ მუჰამმედმა ასე ბრძანა: „საბ'ათუნ იუზილლუჰუმულლაჰუ ფი ზილლიჰი იავმა ლა ზilla illa zilluh ვა შაბუნ ნაშა ფი იბადათილლაჰი აზზა ვა ჯალლა“. განკითხვის დღეს ალლაჰი საკუთარ არშის ჩრდილის ქვეშ 7 კატეგორიის ადამიანს მოათავსებს. ამათგან ერთ-ერთი ახალგაზრდაა, რომელიც თავის ცხოვრებას ღვთისმსახურებაში ატარებს და 5 დროის ნამაზს, ჯუმას ლოცულობს. ხელმეორედ გილოცავთ მიერაჯის ღამეს.